ძალიან ცუდად ვარ. ძალიან ცუდად ვარ. ყურებ დგება ძალიან კივა. მიშელე ცოტა დავხარდი. რა დამაწყნარებ. ძალიან ცუდად ვარ. შალა და და ისევე დავიბრუნებ როგორც რამდენი წელი 73 წლის გახლავთ. 73. მე 74 წელი. და 2 წელი მითხარით. მეორე წელი გავა თებერვალში. ბატონო მიხეილ, აი კლინიკაში მოხვედრამდე ვიდრე ესე დამძიმდება. უფრო დადიოდა ბოლო დღეებში საჭმლის ჭამა გაუჭირდა, კრეატინის მაღალი ქონდა და მივედით რომ დაეწიათ და რაღაც და დამძიმდა. აი ხლა ტივილი აქვს თუ რა? ყურის ტივილს ამბობს და ამ დროს ტინიტუსის დაავადება ხოლმე იმდენად წვავი არის რომ ამას ებრძვის მთელი მსოფლიო და ყველასთვის ძალიან ძნელი არის და ვირდებიან საზღვარგარეთ მაიოს კლინიკაში რომ ამ ყველაფერს გაუმკლავდებიან და დედას დაუბრუნებენ სიცოცხლის ხალის და ისევე რომ ძველებურად ისევე დაგვიბრუნდეს დედა ჩემი მენატრება იმის მერე სულას 2 წელი ამბობაშია ისეთი ტკივილი ყავდა თბილისში ბევრგან ყავდა მაგრამ ვერა ამთან 20 წლის წინანდელი მკურნალობის ისინი დაგვინიშნეს წამები უფრო გადარია და საზღვარგარეთიდან გერმანიდან მოგვივიდა პასუხი რომ ეს არ შეიძლება ამას 20 წლის წინათ ხმარობდნენო და ის ამისთვის არ ხმარობდნენ კიდე იმდენად არ იძლეოდა ეფექტებს თუ კიდე სხვა რაღაცები მკურნალობდნენო და ეს არაო ძირითადი ჩვენი ის არის საშუალება დიმედროლი და ისიც ცოტა ხნით ამწყარებს და რამდენჯერ გინდა გავუკეთო დღეს ორჯერ მერჯერ არ შეიძლება მაგრამ სამჯერად ვაკეთებინებს ხო ძინავს კედილებს ვასმევთ ყველა ძლიერი რომელიც არის ძილის ამალი და ძალიან იმათ ნაკლებად რომ ისიც ვეღარ და ბევრს იმასაც ხო ვერ მივიღებ Alps ani. ბატონო სერებრალური დამრეწონება შეზღუდული თავის ხელით ვერ შეჭამს წყალს ვერ დაალებს ანუ გამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება და მარტო რომ დარჩეს ვერ იცოცხლებს უბრალოდ ვერ გადარჩება ბატონო მიხეილ შემოსავალი რა გაქვს მე 2 წელია ამის გამო რადგან დაყრუდა თორე დიალეზე დადიან ხალხი მშვენივრად მიდიან და თავისთავსურიან დედა ჩემი ვერა რო დაყრუდა მით უმეტეს გადაადგილები თავის დამოუკიდებლად უკვე საზოგადოებაში ვეღარ ერევა ის და მიმყავს და მომყავს 5-6 საათი ვარ გზაში ამ დიალეზის პროცესში და ყოველ მესამე არა თავის პროცესი კი 4 საათი ნახევარი მაინც გზაში 5 საათი მაინც ვარ ახლოს არის მაგრამ მაინც ვიწევს ესე ბატონო მიხეილ შემოსავალი პენსიები იმიტომ რომ მე 2 წელია დავჯექილი ასე ვთქვია სახლში ული ამა ვაი შემოსრება ეს მუდმივად ძალიან რომ გადაიღლება და მოითიშება მე იმის ქვეშინია რომ არაფერი მოვიდეს და ვაფხიზებთ ისევე ასე ცოტა ხან დაიძინო შეიძლება დღის განმავლობაში და ღამის განმავლობაში და სასწია. ვაი მეგედა. სიტუაციაში პირველად მაგას ვიცახი მეცე რაიონის სამონტყოფოში და ვეღარავინ ვეღარ მეუბნება. ამ ძღავს მიაჩნია ინსულტი მოძდით ადამიანებს. უარესი ტკივნეული რაღაცები მინახია, მაგრამ ასე მე რასაც წანჯულობ და წამო მე მსგავსი სამონტყოფი არ მინახე. ეს არ ვიცი რა. სანამ დაყრუდებოდა არ იყო ასე. იმის მერია უმას. ხო, ანუ აწვალებს ძალიან ტანჯავს.
მამასაც არაფერი შეუძლია, ის პენსიონერი 51 წელია, ასთმა აქვს იმას ერთი ოთახიდან მეორე ოთახი რო გადის, ვეღარც სუნთქავს იცავს უმჭირს. ვეღარც იმას ვეღარ ვაქცევ, ამის ხელში ყურადღებას იმდენებს და აგერა ეს კიდე როგორი არის. მოსიყვარულე ეს 48 წლის და ჩემზე უფრო შენახული ბავშვი არის. ულამაზესი იყო ეს თავისი. დაბადებიდან ესეა? მე როგორც ვიცი ახლა გჭირდებათ ესეთი გამოსავალი დარჩა რომ თურქეთის კლინიკა მიდიხარ. პირდებიან რომ დედას ეს გაუსაძლისი ტკივილები მოიხსნება. რა თანხებზე არის საუბარი და რა თანხა გაქვს? გეტყვით ახლავე ჩვენ ასევე დაგვეხმარენ ძალიან მადლობლები ვართ ჩერნოვეცკის ფონდი, მაგრამ ის ფინანსები ვერ შეგროვდა. სადღაც 6000 ლარამდე იქნება, რომელიც დღესვე შეიძლება რომ გადაირიცხოს, მაგრამ არ ყოფნის, იმიტომ რომ $3000 რაც იმუში უწერია დაჯიბადენის კლინიკიდან ეს თანხა გამოკვლევებში რომ ძირფესვიანად შეიცვალა, იმიტომ რომ მე გადაგზავნილი ინფორმაციები რაც ჩვენ მივაწოდეთ სამედიცინო დოკუმენტაცია არის უმძიმესი ავანტყოფი და ფიზიკურად კიდევ ვერ იმ თანხებს ვერ ასახელებენ თუ შეიძლება რა დაჭირდეს და რა ზის ხარჯები დიახ და მე უკვე მკურნალობის ხარჯები. ანუ ის $3000 მხოლოდ და მხოლოდ გამოკვლევებს და მე მით უმეტეს რა დააჭირდება ამის მკურნალობა, რომ იქ წამლებზეა საუბარი, იქ მედიკოსების კიდე სხვა შემდგომ ეტაპზე რაც იქნება საჭირო იმათ ქართულობიდან და ასე შემდეგ და ალბათ 16-17 ლარს ფიქრობს სულ კი, როგორც ჩვენ ვისაუბრეთ უკვე და სავარაუდოდ შეიძლება არ ეხოს კიდე. ალბათ 16-17 ლარს ფიქრობს სულ მე გამოკვლევებში და პლუს მინუს შეიძლება უფრო მეტი ძვირიც დაჯდეს, ამას ემატება ყოველდღიური დიალიზის გადასახადი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის ძალიან ძვირი არის. მოგეხსენებათ და ამაზე მე განვარტავ. საკმაოდ ბიუჯეტური არის ჩვენი მდგომარეობა, საბრალო და ჩემი მდგომარეობა და მაქვს კეთილი ადამიანების იმედი, იმიტომ რომ ნამდვილად არ ვიცი ზუსტად რა თანხები დაჯდება დედის გამოჯამთელება. ბუნებრივია ფაქტია, საცოდაობა არის, ამის ასე ყოფილობა ვერ იქნება და არ იქნება. მოგლეთ სამწუხაროდ. სხვა კლინიკა არ გაიარეთ თურქეთი და არ იმიტომ ორი კლინიკა. კი, ორი კლინიკა იყო, მათ შორის ერთმა ტყუილა რო ჩამოიყო, შეგვიძლია რო გავსინჯოთ, მაგრამ ტყუილა რო ჩამოიყო, გამელა გზაზე არ გვინდა რომ გაგვაწვალოთ. იმაც ძლიერები ორი არიან ძირითადად თურქეთში, რომელიც არის უძლიერესი კლინიკა. ერთი სულ პირველად რომ იყო და მათაც დიდი ქსელი აქვს, სახელის ვეღარ ვიხსენებ უკაცრავად და მეორე ესენი არიან აჯიბადემის. სხვებმა იყო რამოდენიმე ვინც საერთოდ უარი თქვეს. ძალიან რთული დაავადება. ეს რაც შეეხება თურქეთს, აჯიბადემის კლინიკას, სადაც პირველად დავკავშირდი, შემდეგ ქართველ წარმომადგენლებთან დამაკავშირეს და ამის შემდეგ უკვე გქონდა გარკვეული ურთიერთობები, შეიცვალა რაღაცეები. შემდეგ უკვე დიალიზის თითოეული პროცედურა ეს საჭირო არის პაციენტისათვის კვირაში 3 და თითო სეანსი $800 ღირს უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის თურქეთში, რაც კვირაში არის $2400, ხოლო არავინ არ იცის რამდენი ხანი დაგვაყოლებენ იქ და ბოლო იმოის რაც შეიცვალა $3000-დან $9000-ზე გადაზარდეს. რის საშუალებას რა თქმა უნდა ამ მომენტში ჩვენ ოჯახს ნამდვილად არ აგვაქვს. გამოსავალი ყველაზე უფრო დედის და პაციენტის ელენე ყიფიანის მდგომარეობიდან გამომდინარე არის ამერიკის მაიოს კლინიკა, ასევე თუ ვერ შევაგროვებთ სახსრები, ჩვენი გეგმა არის რომ რა თქმა უნდა წავიდეთ საფრანგეთში, წავიყვანოთ დედა, მათი ჰუმანურობის დიდი იმედი მაქვს და იქ ჩავუტაროთ სრული მკურნალობის კურსი, რაც ინდივიდუალურად პაციენტ ელენე ყიფიანს დედაჩემს დასჭირდება და მადლიანი ქვეყანა საფრანგეთი ამას ახორციელებს, უამრავ ადამიანებს დახმარებიან სრულიად
კარგად ვანგაროთ და ვფასოთ და გამოუჯამთელებიათ ბევრი ადამიანი და ვიმედოვნებ რომ ჩემ დედას წავიყვან ამერიკაში უნკურნალებ მაიოს კლინიკაში სადაც მიიღებს აბსოლუტურად მისთვის საჭირო და აუცილებელ გადაუდებელ დახმარებას თანამედროვე სამედიცინო დახმარებას ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით და წინასწარ ყველას მადლობას გიხდით ჩვენი ამბავის მოსმენისათვის, გულთან მიტანისათვის, რა თქმა უნდა, ყველას გისურვებთ შვიდ ცხოვრებას, მშვიდობას, კეთილდღეობას, ჯანმრთელობას და ბედნიერებას. ამინ. აი როგორც საქართველოში ექიმი სპეციალისტი ესე არ არსებობს. არა, ერთი ოტონევროლოგი ყავს და მთელ რესპუბლიკაში. ვერც გაგავერმოძრაობს. ხერს თუ ასეთ ცუდად თუა ვერა. ცოტა თუ ჩაწყნარდება, აბა დიალეზე რომ მიყავს შეჩენილი ვარ, რას არ ვაკეთებ, იმედროლები, კეკილებს ვასმევ, ცოტა ვასმევ. წყალუთ ხანდახან გვავიანდება, მაგრამ იქ ყველა მიცის ყველა მარი და აი მართლა ძალიან მდგომარეობაში აქ გასაყიდს არ არა, ოჯახის წევრებს კი, მაგრამ იყო პერიოდი, რომ ეგ ცნობადობას დაეკარგა. ისევე ანტიბიოტიკური ზემოქმედებით და ძლიერი ანტიბიოტიკების ქვეშ. ქალბატონი ელენე წლისი მოხდა საჩხერის კლინიკაში. მანამდე ქალბატონს მარტო დიაბეტი აწუხებდა. ნუ კრეატინი ქონდა, თირკმელი დაზიანებული ქონდა. მაგრამ გონებაზე სმენაზე კი, სმენა გონება ჩვეულებრივ, აი რაც დედა იყო, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ის დედა მივიყვანეს ამანთხოვა. ანუ ფაქტიურად ქალბატონი მიიყვანა თავის ფეხებს საუბრობდა ყოველ მე კი სადღაც 5 დღეში უკვე რეანიმაციაში მოხდა. ხო, ანუ 34 დღე სულ რეანიმაციაში, 11 დღე დაიკუბირებული იყო საბრალო, 17 თებერვალს თავის დაბადების დღეზე ეძინავე არ გაუგია თავის დაბადების თავისთავად. ეს არის მეორე შვილი, ორი ხარ. ეს არის მეორე, რომელიც დაბადებიდან არის შესაძლებლობების მქონე. დედაული და მას დედასთან ეძინა მთელი ცხოვრება და ეხა აქით არის დასახმარებელი საბრალო. გმირი დედა ჩემი ნამდვილი ქართველი გმირი დედა, თორემ ამისთან ადამიანები უბრალოდ ვერ ცოცხლობენ. ამდენ ხანს კი არა ვერ ცოცხლობენ. თუ პატრონი კი. შეიძლება რომ თელევიზორში რა ფაქტიურად გამეები თითქმის არ გვძინავს არც დედას არც მე და ესეც კი დგება ხოლმე ახმაური რო არის და ისე წავიდა ჩვენი ცხოვრება რომ წარმოუდგენელი იმიტომ ამბობ რომ მსგავსი მე არ მინახია არა ნამდვილად არ არ ვიცი აი ყველას თხოვნით ეს ქალბატონი ელენე არის ძალიან რთულ მდგომარეობაში ოჯახი ცხოვრობს პენსიაზე და ალბათ სოციალურად კი დიახ ეს არის ერთადერთი თქვენი შემოსავალი რომელიც წამლებში არ გეყოფათ ეს დიალეზის დანიშნული აქ თანხა, მაგრამ თავისთავად ხო არ გვეყოფა. ამის გამო მეც მე მანამდე სანამ სამსახურიდან წამოვიდოდი თავისთავად ცესხი დამიმტკიცა, მეშველა და ბევრი თანხების დაგვეხარჯა და ამის გამო კიდე ცალკე ვალიც ბანკის ვალიც დავითი ასე რომ ვთქვათ. თან მე უცბად სახში მომიწია უკვე ვერანაირად. ყავდა მომლელი აყვანილი, მე მუშაობდი არ გავეძებდი ოღონ კი ეს ფეხზე დაგვეყენებინა ვერ დადიოდა თავიდან და რაღაც, მაგრამ ორ კვირაში გავუშვი, იმიტომ რომ თითქმის ვერაფერს ვერ უკეთებდნენ და მე უკეთებდი მასაჟებსაც. ყველაფერი აბს ჩავყევი ბოლომდე რომ გამეტარებინა რასაც რომ კალიასკით გადაყვავდა და გადმოყვავდა. მანქანებში კი არ ვსვავდით, ვერ ვსვავდით, ვდებდით ამ კალიასკით. ხოლმე და ისე ძალიან მე ვერ ვერეოდი, მეხმარებოდნენ ძალიან კარგი აქ
მეზობლები, მეგობრები, ერთად გაზრდილები და სულ ხდებოდნენ ხოლმე წაყვანისაც და მოყვანისას და თავის საქმეს აბუჭებდნენ, გადადებდნენ ხოლმე და როიცოდნენ შუა დღესაც და როიცოდნენ საღამოზე ორი ადამიანი ყოველთვის ხდებოდა და სანამ ეს ფეხზე გავატარებ 8 თვეზე მეტი ასე ვიწვალე. დილას გუშინ ახლა ჩაეძინა 4-ის ნახევარი იყო, მერე გაგვაღვიძა, აღარ მახსოვს რომელზე დაგვეძინა, მერე დილით ისევე ცოტა ჩაეძინა და მის მერე ასე 10 საათის მერე სადიალეზოში და ცუდად ხდება ხოლმე იქაც კიდე ცალკე პრეპარატებს აკეთებინეს თუ დააწნარონ და საშინელება არ ვიცი მსგავსი არ ვიცი ცალკე დიაბეტია ამის ცალკე ჭირდება მკურნალობა ცალკე ძალიან ბევრი რაღაცეები და ამიტომ გაუთულდა ეს ყველაფერი ჩემზე აი რო მინდოდეს ერთი წუთი დავტოვო გარეთ გავიდი ან ჩემტოლებში 2 წელი აღარ გავსწავლე რო ხდები ხოლმე ჩემტოლებს მონატრებულები შევხვდებით ხოლმე იმიტომ 24 შვიდზე სახლის სამანტყოფო რომ უფრო ცუდად ხდება მე თუ ვერ დამინახა ეგ კი არა სამანტყოფოებში სისხლის მოწამლები რო ქონას სისხლზე ინგოროყაში გაახაროთ ღმერთმა ძალიან დაგვეხმარეთ უძვირფასესები არიან ძალიან ცოდნენი არიან ორჯერ გადამირჩინეს დედა სიკვდილისგან იქ 18 დღე ერთხელ ვიყავი 12 დღე ერთხელ და ვერ ტოვებდი პირიქით მადლობას მიხდიდან ისინი იმიტომ რომ მე უფრო გაუსაძლისი ხდებოდა საბუთების მომიწია წასვლა მეტი დედა საბუთისთვის და სადღაც 1 საათამდე შემაგვიანდა თავისთავად სანამ გავიდოდი იმ უწყებაში და ასე შემდეგ და ისეთი ამბავი დახვდა იქ რომ ექიმები უკვე მათი ყვნენ ოღონ აღარს წახვიდე და ჩვენ გაგეგზავნე სადაც აკეთდება ბატონო მიგზავნე ფიტრინავით სხვანაირად ამის გავლობა არ შეიძლება ისედაც იმიტომ რომ 2 დღეს რანაირად იგზავნებს ამ დღენახევარი ჩვენ ხო ვიცით რომ თურქეთში საათებში ვერ ჩავდივართ და ფიტრინავით თავისთავად 2 საათში ფარავს 2 საათნახევარი დიახ მერე ძლიერი გამაყუჩებლები რომელიც არ შეიძლება მაგრამ იმ მომენტისთვის მოგვიწევს რომ გამოვიყენო მაინც სანდო ხელში მივდივართ რაც არ უნდა იყოს თავარი ეს არის და მიხედავ მაგის უკვე ახალ მეშინია რომ გაგვირთულდება გზაში რა ესე იგი 6000 ლარი ჩერნოვეცკის ჯანდაცვაში თუ აქ რაიმე ფინანსდება ესე იგი არა და არა აქ ვერ ართმევენ თავს ფაქტია მაგრამ არ გაქვს აფეთქება საჭირო საზღვარ გარეთ მკურნალობას კი ყველაფერი გვაქვს უბრალოდ არ ფინანსდება თუ ერთი რამე მაინც კეთდება აქ მაგ შემთხვევაში არ ფინანსდება და არც აქ თუ კეთდება ისი ჩემი ხარჯები არც მაშინ არ ფინანსდება როგორც მე მითხრეს ასე ვთქვათ მთავრობიდან ანუ თავდაბოლოებელია ეს თან ამ შემთხვევაში სამწუხაროდ და ძალიან ბევრს ვიძირო და უშველო გადავარჩინე ისე როგორი ქალბატონია ძალიან ამას მიტო ჩავყევი ბოლომდე რომ ეს იყო არ ვიცი აი ენით ავუწერ ამას რო დედა შეინახავს ის დედა როგორი უნდა იყოს და გარეთკენ ეს იყო ვაჭრობდა იმ შევანაძის პერიოდში როგორ გაჭირება იყო მის შემდეგაც და ბაზარში იდგა სიცივეში ზამთარში შვილებს ასეთ ამანყობისთვის რამე არ მოხდებოდა თითქმის ჯანმრთელობა იქ დაიზიანა და არავინ არ იცოდა რომ ასეთი შვილი ყავდა ისეთი კარგი ადამიანი იყო ახლა გებულობენ ხალხი ამის ავანყოფობაში რომ ასეთი შვილი ყავდა წარმოუდგენლად გაოცებულები არიან იმდენად უყვართ და იმდენად არ მოელოდნენ რომ ამას ამაირი შვილი ყავს არავის არ აგებინებდა ყავის ამბავს ასე უთქმელი იყო დღემდე არც არავინ შეგვიწუხებია რომ არა ესეთი რანაირად დავახასიათო ამას გაჭირვება კი არა უკიდურესი გაჭირვება ქვია თქვენ შეგაწუხეთ ჩერნოვეცკის ფონდიდან უძვირფასესი ადამიანები იყვნენ ყველა ღმერთმა გაგახაროთ მეტი რა თუ ერთმანეთს გვერდში ამ დროს არ დაუდგებით ვაი მე დედა
ყველას მიგახსოვა თქვენ დედეს და ხმა რა ქალბატონი ელენესი ჯერა რომ ცოტა მაინც დაემატება შეგროვებას რომ ელენეს მიგდეს ყველას დიდი მადლობა, ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ და უსურვებთ ელ საქართველოს. ვაი ბედედა აღარ შემიძლია დედა მოკუზედა აღარ შემიძლია საწყი მარტელდა კონეს სიკეთის იმედი, უფლის იმედი, კეთილი ადამიანების იმედი. გიშველით დედა, გიშველით, აგიყვანთ და გიშველით. უკვე 2 წელია მიხეილი დედის განწირულ ვედრებას ისმენს. დედას გაუსაძლისად ტკივა, მაგრამ გამაყუჩებელი ტკივილებს ვერ ერევა. უეცარი დამძიმებით, უნალობის პროცესში გართულებებით და ასე შემდეგ მოხდა რეანიმაციაში, თვითმელების გაუჩერდა, გადავიდა დიალეზზე, მეორე წელი არის ანტიბიოტიკური, ძლიერი ანტიბიოტიკების ფონზე, ორივე ყურში დაგროვდა ასე წვიმა დაკარგა და იმის შემდეგ აქვს განუვითარდა მწვავე ტინიტუსის დაავადება და კი ვიხედებით როგორც უძვირფასეს კეთილგულის ადამიანებს ასეთ რთულ გაჭირვებაში და რომ იყვიან გაუსაძლეს მდგომარეობაში იმყოფებოდა და ჩვენი და ჩვენც თავისთავად აბსოლუტურად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება და ერთადერთი გამოსავალი არის თანამედროვე მედიცინა. დედა უძვირფასესია, ერთადერთია განუმეორებელი, მეორე დედა სად არის ჩემო უძვირფასესებო და მინდა რომ უშველო გადავარჩინო რაც შეიძლება დიდხანს ყავდეს და ამისთვის რა თქმა უნდა დახმარება გვჭირდება. დედას უშველით და დედა დამიბრუნდება, მენატრება. უკვე 2 წელიწადია ესეთ მდგომარეობაში ვართ და დაგლოცოთ ყველა, გაგაძლიეროთ უფალმა, გაშოროთ. ცუდი ყველას კი, აჭმიანდა, თორემ ეს იყო ბავშვობა დაახლოებით 40 წლამდე მაინც სულ ამწრევდა ყველაფერს. მაგრამ დედის ამ ტრავმამ არ ვიცი რანაირად როგორ სასწაულია და ეს 2 წელიწადია აღღაცნაირად გულთან მიიტანაო. ყველაფერს განიცდისო, სულ შეიცვალა ეს.